როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთ-ბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან წარგზავნა ორი თავისი მოწაფეთაგანი. უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინ არის. როგორც კი შეგშეხვალთ, მაშინ ვეიპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ შემჯდარა. ახსენით და მოიყვანეთ. თუ ვინმე მგითხრათ, ამას რა შვრებითო, უთხარით, რომ უფალს სჭირდება და უმალ დაგიბრუნებს თქვა. წავიდნენ, იპოვეს ქუჩაში კართან დაბმული ჩოჩორი და ახსნეს იგი. იქ მდგომთაგან ზოგიერთმა უთხრა მათ: რას შვრებით? რატომ ხსნით ჩოჩორს? მათ უთხრეს, როგორც იესომ დაარიგა და ისინიც მოეშვნენ. მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს. ზეთ თავიანთი ტანისამოსი დაუფინეს და შეჯდა მასზე. ბევრმა დაუფინა გზაზე მას თავისი ტანისამოსი, ზოგმა კი მინდორში მოჭრილი ტოტები. წინ მიმავალნი და უკან მიმყოლნი ზღაღადებდნენ. ოსანა! ურთხევლარს უთრის სახელით მომავალი! ურთხევლარს შენი მამის, დავითის მომავალი სამეფო! ოსანა მაღალთაშინა! შევიდა იესო იერუსალიმში, მის ტაძარში და დაათვალიერა ყველაფერი. უკვე გვიანი იყო და იმ 12-თან ერთად გაემართა ბეთანიისაკენ. მეორე დღეს ბეთანიიდან რომ გამოვიდნენ, მოშივდა. შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე. წავიდა, ვინძლო ზედ რამე ვიპოვო. რომ მივიდა, ვერაფერი იპოვა, ფოთლების მეტი, ვინაიდან არ იყო ლეღვობის დრო. უთხრა მას: ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე ნაყოფი შენი. და გაიგონეს ეს მისმა მოწაფეებმა.